მოგესალმებით, ძალიან მოკლე კომენტარს გავაკეთებ. ქოცებმა რომ სისხლის სამართლის საქმეები აღძრეს სახელმწიფო დამხობასთან დაკავშირებით და როგორც იქნა გაბედეს ის ურია რო ყავთ შატნახაშვილი, შაიშმელაშვილი, სალომე ზურაბიშვილის გაპარული და ქოცების აღზევებული ერთ დროს ჯერ ჯარში და მერე პოლიციაში გახარიაშნიკი აუძრეს სისხლის სამართლის საქმე სახელმწიფოს დამხობის მოწოდების სისულელი რაღაცა, იმიტომ რომ 3 წლამდე მუხლი მიუსაჯეს კაცს და ედავებიან სახელმწიფოს დამხობას. ეგ 3 წლამდე მუხლით კი არა 10 და 15 წლამდე მუხლია, სერიოზული ჩართულობა ჰქონდა იმაში, რომ გადატრიალება მოეხდინა, როგორც სარგინდა, ეხა მოგწონს, არ მოგწონს, ფაქტი არის იურიდიულად შეფასებული, ჩართული იყო სახელმწიფო გადატრიალების საქმეში. ეს არის რეალობა. მანამდე კიდე მაგას დანაშაულები აქვს ძალიან ბევრი, რომელზეც ქოცები ვერ ლაპარაკობენ, ანუ მაგალითად საიდუმლო სიების გამჟღავნება, რომელიც არის სპეცდანაყოფების, პირადი შემადგენლობის, მათი დემოგრაფიული მონაცემების და ასე შემდეგ და ეს არ დაუწყია შაიშმელაშვილს მისი კეთება ეხლა. მაგი დიდი ხნის მანძილზე აგროვებდა ამ ინფორმაციას მოწინააღმდეგეების დაკვეთით, ის არის სხვა ქვეყნის სპეცსამსახურების წარმომადგენელი და მუშაობს საქართველოს საწინააღმდეგოდ უკვე წლებია და რუსეთის ხელში რო ხდებოდა ეს სიები, ასე ჩვეულებრივ არ ხდებოდა რა. თავდაცვის სამინისტროში ჯერ კიდევ ამხელდი, თვითონ პიროვნება არის ძალიან სუსტი, რამოდენიმეჯერ ცემეს მისმა დაქვემდებარებულმა ჯარისკაცებმა, რომლებიც თქვენ ჩემი ჯარისკაცებიც ასევე, და რა ვიცი, ხა ავტორიტეტი მაგას ჯარში არ ქონდა, ყოველთვის ქონდა მფარველობა ზევიდან და ეს სიები, რომელიც გაქონდა ამ ტიპს და შტაბში მუშაობდა ყოველთვის და ქონდა ამ სიებზე ხელწოდომა, მერე თინახიდაშელის ერთ-ერთი ქვებიჭის ვინმე მოლოდინის, გიორგი მოლოდინის დახმარებით გადადიოდა კობაია კობალაძის ხელში, კობაია კობალაძის ხელიდან ტრიალებდა მერე ყოფილი თავდაცვის მინისტრი რო იყო სააკაშვილის გვერდ კეზერაშვილის და მის ტელევიზიაში და ასე ბრუნავდა მერე ჩვენი მოწინააღმდეგეების ხელში. ეს არის რეალობა, მწარე რეალობა და ერთი მინდა აქედან შევეკითხო ქოცებს, რატომ არ მიდის გიორგი მოლოდინის დაკავება ამ თემ ფაქტთან დაკავშირებით, რატომ არ მიდის ჩხრეკა მაგალითად ირაკლი შეიშმელაშვილის ძმის სახლში, რომელიც ასევე ჩართული იყო, თუ ეს არ არის რაღაცნაირი შეთქმული ზღაპარი და რატომ არ მიდის გიორგი შეიშმელაშვილის დაკავებაც, რომელიც თინახიდაშელის დროს ჩართული იყო ამ სიების მოპოვებაში და გავრცელებაში. საუბარია ისეთ სიებზე, რომლებიც მაგალითად სპეცმოსამსახურეების, შინაგან საქმეთა სამინისტროს, თავდაცვის სამინისტროს მომსახურეების დემოგრაფიული მონაცემებია, მათი ოჯახის წევრები და ძალიან მნიშვნელოვანი სიებია. ეს დაინტერესებულია ჩვენი ქვეყნის მოწინააღმდეგეები ეს გქონდეს.